დღემშვიდობისა, მოგესალმებით. დღემშვიდობისა. როგორ ხარ, ნინო? კარგად, სოფო, შენ როგორ ხარ? მადლობა, კარგად და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებელიც ძალიან კარგად გრძნობს თავს მიუხედავად ამინდისა. მოკლედ, ასე აღმოჩნდა, რომ ჯერ ძალიან გაგვახარა თოვლმა და ძალიან გვასიამოვნა, ასევე გაგვართო და ახლა თოვლისგან გამოწვეულ პრობლემებს ვერძვით, ამიტომ დღეს გადაცემას დავიწყებთ მე და ჩემი არაჩვეულებრივი თანაწამყვანი ნინო გორჯალაძე და შემდეგ შემოგვიერთდება, თუ მოგვისწრებს, რა თქმა უნდა, პაატა ძიძიგური და ალბათ გზაში თან გუნდაოს კიდევ. კი, და იმედია, რომ სტუმრებით შეუფერხებლად მოახერხებენ ჩვენთან მოსვლას. მოდი ვნახოთ ანონსი, თუ რა თემები მოვამზადეთ დღეს თქვენთვის და შემდეგ უკვე პირველი თემაც გავხსნათ დღევანდელი დღისთვის. დღეს გადაცემაში ნახავთ ტურიზმის დეპარტამენტის სიახლეები და სამომავლო გეგმები. თემაზე ვრცლად ისაუბრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე. როგორ ამოვიცნოთ შფოთვა და პანიკური შეტევა, როგორ ვმართოთ ის და დავეხმაროთ ადამიანებს პანიკისა და შფოთვის დროს. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფსიქიატრი სერგო ცომაია. როდესაც ერთი და იგივე სამსახურში წლებია ვმუშაობთ და ჩვენი პროდუქტიულობა ზოგჯერ იკლებს. როგორ ვიყოთ მუდმივად მოტივირებულები. თემაზე ისაუბრებს გაყიდვების მენტორი და ორგანიზაციული ფსიქოკონსულტანტი ხათუნა დინარაძე. როგორ ვიყოთ კრეატიულები პროფესიულ სივრცეში და განვახორციელოთ ინოვაციური იდეები. თავის გამოცდილებას თემაზე გაგვიზიარებს პედაგოგი და სასწავლო ნაწილი მარიამ კაკაბაძე. დავბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში და ჩვენს მაყურებელს არაჩვეულებრივი დროის გატარება მოუწევს ჩვენთან ერთად მოვიდოდნო საათნახევრის განმავლობაში. ესე იგი, თუ გადაწყვეტთ, რომ სახლში არის ხდეთ, მნიშვნელოვანია, რომ დასწრეთ ტელევიზორებთან, იცით ყველამ თითქმის ამდენი წელია უკვე ეს გადაცემა გადის. დღის პირველ საათზე დიდი შესვენება საინტერესო თემებით, სტუმრებით, ზამთარი თავისი დიდებულებით გამოჩნდა ჩვენს ქალაქშიც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია ჩვენ წუწუნებდით, არ არის საკმარისი ნალექი და თოვლი. წელს ნამდვილად გაგვახარა, 9 მეტრს გადააჭარბა თითქმის და ყველა მოვლენა გაერთიანდა აი ამ თოვლის გარშემო. მოკლედ, ნაწილმა მოასწრო უკვე ზამთრის კურორტებზე დასვენება, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი. ვინც ვერ მოახერხეთ წელს ზამთრის კურორტზე გასვლა, ჩვენთან მოვიდა ეს შესანიშნავი კლიმატური პირობები და ახლა გადავინაცვლოთ ცოტა ხნით მთაში, სადაც წარმოგიდგენია სოფო აი ბათუმის ფონზე, იქ რამხელა თოვლი შეიძლება იყოს, აქ მოკეთ 2-3 დღეა რაც თოვს და თითქმის ვართულებულია ცხოვრება. ამბობენ რომ რაღაც მაღაზიებში გარკვეული პროდუქტების მცირედი დეფიციტიც კი არის, სპეციალური ფეხსაცმელების მობილიზება დაგვჭირდა, ვისაც ტრანსპორტი ყავს აღსაჭურვი, რა თქმა უნდა. მასაც მოუხდა მომზადება და ზრუნვა ამ ყველაფერზე, გოდერძიზე ალბათ თოვლის საფარი სიმაღლე ახლა დაახლოებით 3 მეტრს აღწევს გაუყალავ ნაწილში. წელს ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა კურორტ გოდერძიზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კურორტი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და თან შესანიშნავად, მე მახსოვს ის პერიოდი კიდევაც, როდესაც ჯერ კიდევ საერთოდ ჩანასახში იყო ეს პროექტი და მიკვირდა, როდესაც გავდიოდი გადაღებებზე, მიკვირდა, ძირითადად ხდებოდა ხოლმე ეს გაზაფხული სეზონზე და ზაფხულის სეზონზე, ვფიქრობდი, რომ აი ამ თებზე აქ როგორ უნდა მოეწყოს კურორტი, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, თუმცა ძალიან სწრაფად იმუშავეს დაინტერესებულმა პირებმა, ჯგუფებმა, უკეთ მონდომება, კურორტი გაკეთდა და შეფასებაც მიიღო ასეთი, რომ ესე იგი ევროპის კურორტებს შორის 4 საუკეთესო კურორტ შორის არის ერთ-ერთი თოვლის ხარისხის მიხედვით, მოკლედ ნგრევის ხმა ახლა ჩვენ სტუდიაში ოღონდ თოვლი ჩამოცვევდა სახურავიდან, ფრთხილად იარეთ სახლების ქვემოთ სახურავების გასწვრივ განსაკუთრებით, იმიტომ რომ ზემოთ დაგროვილი თოვლი ცვივა და შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო და სავალალო. რა არის ახლა მნიშვნელოვანი, რატომ მიიპყრო ამ დროისთვის ჩვენი ყურადღება კურორტმა გოდერძიმ, იმიტომ რომ არა მხოლოდ აჭარის მცხოვრებლები და საქართველოს მოსახლეობა ამაყობს აი ამ კურორტით, არამედ ევროპელი ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა და ისინი რამდენიმე დღეა უკვე იმყოფებიან საინტერესო სათავგადასავლო ტურიზმით არიან დაკავებულები და მათ შთაბეჭდილებებს უზიარებენ ვიდეოების
სოციალური კონტენტის სახით მსოფლიოში დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც მოგზაურობა ძალიან უყვართ და ჩემთვის აღმოჩენა იყო სოფო ის, რომ კურორტმა გოდერძიმ ბოლო პერიოდში აიღო საუკეთესო ზამთრის ტურისტული მიმართულების ჯილდო ევროპის მასშტაბით. წარმოგიდგენია, ევროპაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა საუკეთესო ტურისტული ზამთრის ტურისტული ადგილებისა, ალპებს თუ გავითვალისწინებთ, ვიცით რომ რა თქმა უნდა ბადალი არ ყავს და ძალიან რთულია ახალბედა კურორტმა გაუწიოს კონკურენცია, თუმცა ჩვენ ეს მოვახერხეთ როგორც ბათუმმა, რომელმაც წელს მიიღო შარშან, უბრალოდ მიწურულში მიიღო ყველა სეზონის საუკეთესო ტურისტული ქალაქის მიმართულება. სტუმარი გვყავს ჩვენ სტუდიაში, რომელიც მზად არის აი ამ ამინდში ნებისმიერ დროს, როგორც ყოველთვის ისაუბროს მიღწევებზე. თინეთინ ზოიძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქალბატონი თინეთინ მოგბრძანდით. მოგესალმებით. მადლობთ, რომ დაგვიწვეთ ჩვენთან ერთად. რა ამბები გაქვთ ახლა უახლოესი კურორტ გოდერძიდან, გარდა იმისა, რაც დევს უშუალოდ თქვენს Facebook გვერდზე და რასაც გავეცანით დაინტერესებული პირები, მედიის წარმომადგენლები ამ შემთხვევაში. როგორც მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კურორტი გოდერძი ყურადღების ცენტრშია საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თქვენ როცა აღნიშნეთ რომ კურორტი გოდერძი გამოირჩევა და გახდა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ზამთრის კურორტი, იქ სწორედ კურორტი გოდერძის ნომინაცია გამოვლენილი იყო Best Snow Destination, ანუ საუკეთესო თოვლის მიმართულება და ვინაიდან ეს ბუნებამ მოგცა საშუალება ამ შემთხვევაში იმის რომ დღეს თქვენ იცით რომ გლობალური დათბობის და გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევების გამო ძალიან ბევრ კურორტზე თოვლი ფიზიკურად არ არის და ხელოვნური გათოვლიანების პროექტები ხორციელდება, ხოლო ჩვენ ამ შემთხვევაში საქართველოს ზამთრის კურორტები და განსაკუთრებით გოდერძი ყოველთვის იყო გამორჩეული თოვლით და რა თქმა უნდა აღნიშნული ყურადღების მიღმა არ დარჩა თოვლში სრიალის მოყვარულებისთვის და ასევე ასოციაციებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვინც იკვლევს ისეთ ტურისტულ მიმართულებებს, სადაც როდესაც ჩახვალთ ზამთარში დასასვენებლად, აუცილებლად გარანტირებულად დაგხვდებათ თოვლი და კურორტი გოდერძი სწორედ ასეთია, თქვენ აღნიშნეთ, რომ უკვე 3 მეტრს აღემატება იქ თოვლი. რა თქმა უნდა, კურორტის გამორჩეული მხარე არის ისიც, რომ თავად კურორტი მუდმივად განაგრძობს განვითარებას, იქ ემატება სხვადასხვა კატეგორიის და კლასის განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები და კურორტ გოდერძი ჯერ კიდე ახალი კურორტია, იქ ძალიან ბევრი საკითხი საჭიროებს განვითარებას და დახვეწას, რომელზეც მუშაობს როგორც კერძო სექტორი, ასევე სახელმწიფო და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კურორტს იმდენად დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ შესთავაზოს სხვადასხვა კატეგორიის, სხვადასხვა სირთულის, როგორც სასრიალო ტრასები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ვიზიტორი აღნიშნავს იმას, რომ კურორტი იძლევა საშუალებას, რომ ისრიალო ალპურ ზონაში, სადაც მაგალითად ხედა მცენარეები არ არის და ეს იძლევა სხვა ტიპის გამოცდილებას და ემოციებს და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ის უნიკალური ტყეები, რაც კურორტის გარშემო არის, რა თქმა უნდა, იძლევა საშუალებას, რომ უშუალოდ ტყის მასივშიც ძალიან გაბედული ექსტრემალური სათავგადასავლო და წლების განმავლობაში მახსოვს სნოუბორდისტების შეფასება, ისინი ამბობენ, რომ უნიკალურია ეს შესაძლებლობა ისრიალო ხეებს შორის, იმიტომ რომ სხვა კურორტებზე ძირითადად ამის შესაძლებლობა არ არის. ჯილდოს რომ დაუბრუნდეთ, საინტერესოა, რა კრიტერიუმებით შეაფასეს ჩვენი კურორტი, რითი გაუწიეთ კონკურენცია სხვა კურორტებს. კი, როგორც იცით, ზოგადად ყველა სფეროში არსებობს კონკრეტული ასოციაციები და ორგანიზაციები, რომელშიც გაწევრიანება ხდება სხვადასხვა ამ შემთხვევაში ადგილების, ეს კონკრეტულად კურორტის გოდერძის ჯილდო, ეს არის European Best Destinations, ასეთი ორგანიზაციაა, EBD ქვია, რომელიც მთელს ევროპაში გამოავლენს სხვადასხვა კატეგორიის ტურისტულ მიმართულებებს. და მთავარი ის არის, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დაკავშირებულია ასევე EDN-ის ქსელთან, რომელიც გახლავთ მდგრადი ტურიზმის განვითარების სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც თავად სწავლობს კონკრეტულ
მიმართულ მიმართულებებს და აქ გაწევრიანებულია ევროპის 25-მდე ქვეყანა და 160-ზე მეტი ტურისტული მიმართულება. ამიტომაც, რა თქმა უნდა, როდესაც ხდება განაცხადის გაკეთება, იტვირთება ყველა ტიპის ინფორმაცია და შემდეგ უკვე კონკრეტულად რამოდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ხდება შერჩევა. ჩვენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კურორტი გოდერძის შესახებ რამოდენიმე წელია ხდება აღნიშნულ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსება, მოხდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაინტერესება კონკრეტულად ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ჩვენი კურორტი არა მხოლოდ თოვლის საფარით გამოირჩევა, არამედ გამოირჩევა თოვლის ამ შემთხვევაში ხარისხით და გამოირჩევა იმით, რომ შეზღუდული არ არის ადამიანი იქ იმდენად ვრცელია ეს არეალი, სადაც შეუძლია სხვადასხვა ჯგუფმა, ვთქვათ, ისრიალოს და დაგეგმოს ინდივიდუალური აქტივობები. ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ისიც, რომ ისეთ კურორტებზე, როგორც მაგალითად კურორტი გოდერძია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ინტერაქცია, სტუმართმასპინძლობას, კულტურულ ღირებულებებს, რადგანაც როდესაც ადამიანი ისვენებს მთაში, მას აუცილებლად სჭირდება საღამოს დაკავდეს რაიმე ტიპის სხვადასხვა აქტივობით და რა თქმა უნდა ჩვენთან საქართველოში ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კურორტზე ვითარდება სხვადასხვა სერვისი ამ ეტაპისთვის თქვენ იცით რომ იქ უკვე არის მაღალი კლასის სასტუმროები რომლებსაც დახურული აუზები აქვს, სპამომსახურებები აქვს, გასართობი ცენტრებია, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ კურორტი ახალია, ემატება ახალი ადგილები და რა თქმა უნდა აუცილებელია როგორც თუნდაც დახურული საფესტივალო სივრცეების, ასევე გასართობი სივრცეების, რესტორნების, ობიექტების, კლუბების და საბავშვო ატრაქციების დამატება და გახსნა, რომელიც ეტაპობრივად ემატება და ჩვენ თუ შევადარებთ თუნდაც რამოდენიმე წლის წინანდელ პერიოდს, უნდა ითქვას, რომ ვიზიტორთა რაოდენობა და ნაკადიც გაზრდილია, უკვე ახლომდებარე სოფლები, მაგალითად ანისპარაული, რომელიც ფუნქციონირებს როგორც მასპინძელი სოფელი, ერთ-ერთი უახლოესი სოფელი 3 კილომეტრში გოდერძიდან. რა თქმა უნდა, აძლევს საშუალებას ვიზიტორებს, რომ უშუალოდ ქართველ ოჯახებში დაისვენონ და გამოსადონის სტუმართმასპინძლობა, რითაც ჩვენ სულ ვამაყობთ. საოჯახო ტურიზმის განვითარებასაც შესაბამისად ხელი შეეწყო. გვაქვს თუ არა სტატისტიკა წლიდან წლამდე, როგორია დინამიკა ვიზიტორებისა, საინტერესოა და ხელი შეუწყო თუ არა გზის რეაბილიტაციის ფაქტორმაც ამას. ვიზიტორთა ნაკადი ზოგადად მაღალმთიან აჭარაში ყოველწლიურად ორმოაგდება და ეს ძალიან სასიამოვნო და აღსანიშნავია. უნდა ითქვას, რომ კურორტი გოდერძი სრულად არის დატვირთული ამ ეტაპისთვის და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი მაგალითად ბაზრები, როგორიც არის ევროპული მიმართულებები, იგივე შუა აზიის, ამ შემთხვევაში არაბეთის და ისრაელის ვიზიტორები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან, ასევე ქართველები ინტერესდებიან ძალიან აქტიურად, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, კურორტი გოდერძი ზოგადად გამორჩეულია იმით, რომ იძლევა საშუალებას თავისუფალი მანევრირებისა, ამ შემთხვევაში თავისუფალი სრიალით მოყვარულებისთვის და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დაინტერესდა წელს ზოგადად გამოცდილი, ეგრეთ წოდებული ფრირაიდის მოყვარული ბლოგერები, რომლებსაც მილიონობით ფოლოვერები ყავთ, გამომწერები თავიანთ გვერდებზე და ჩვენ ახლა უმასპინძლობდით ესპანელ, იტალიელ, ებრაელ ბლოგერებს, რომლებმაც ულამაზესი კადრები გადაიღეს თავიანთი მოგზაურობის და ემოციების და უკვე აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას ძალიან ბევრი ნახვა აქვს სოციალურ ქსელში. რა თქმა უნდა, აღნიშნული გვეხმარება, რომ ერთის მხრივ უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ კურორტი გოდერძი, მეორეს მხრივ, როდესაც ძალიან ბევრი ბლოგერი იზიარებს და უწევს რეკომენდაციას ამ შემთხვევაში საქართველოში დასვენებას და კურორტ გოდერძიზე ზამთრის გატარებას, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტ ნდობას აჩენს ჩვენი ტურისტული მიმართულების მიმართ და ეს კიდევ ეს ორივე გვეხმარება იმაში, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ სერვისების განვითარებაზე და ემატოს ახალი სასტუმროები, კვების ობიექტები, საოჯახო ტიპის სასტუმროები და მე დარწმუნებული ვარ, რომ კურორტი გოდერძი უახლოეს 10 წელიწადში მსოფლიოს წამყვანი ზამთრის კურორტი იქნება. რაც შეეხება თოლს, რა თქმა უნდა, თოლს ზოგადად პირველი თოლთან დაკავშირებული რაც გახსენდება, რა თქმა უნდა, არის დადებითი ემოციები და ყველა ადამიანში, ბავშვების გარდა უფროსი ასაკის ადამიანებშიც რაღაცა ბავშვობა ბრუნდება. რა თქმა უნდა, თოლს ახლავს გამოწვევები, თუმცა მიმდინარე გარემოს საკითხების გათვალისწინებით შეგვიძლია ძალიან ვიამაყოთ თოვლით, რომელიც ჩვენთან მოვიდა და ბათუმი 4 სეზონის
ცდილობს და გვინდა რომ 4 სეზონის ტურისტული მიმართულებად გადავიქცეთ და მე მგონი ფაქტობრივად ესე იგი არჩეულად არცმოს თავს. ყველაზე ადრე მოდის გოდერძიზე თოვლი საქართველოს კურორტების შორის და ყველაზე გვიან დნება. მე მახსოვს აპრილშიც ვიყავი გოდერძიზე თოვლი დამხვდა და მშვენივრად გავატარე დრო საფუში რაღაც შეკითხვა ქონდა. ხო, აი როგორც თინა შენ აღნიშნე, ანუ სხვადასხვა ქვეყნიდან მასპინძლობდა კურორტი გოდერძი ინფლუენსერებს და საინტერესოა როგორი შთაბეჭდილებებით აივსნენ ეს ბლოგერები რა აღმოაჩინეს და რისი გაზიარება მოუწევთ მათ აუდიტორიისთვის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად თოვლის ხარისხით და თოვლის მასით, რა თქმა უნდა, იყვნენ გაკვირვებული. ისინი შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის სამთრის კურორტებს სტუმრობენ და რა თქმა უნდა, მათი შთაბეჭდილებები, რადგან ისინი თავისუფალი სტილით მოყვარული, თავისუფალი სტილით სრიალებდნენ, განსაკუთრებული იყო ის, რომ იძლევა ჩვენი კურორტის საშუალებას, როგორც აღნიშნე, შეუზღუდავად ის რეალონ როგორც ტყის მასივში, ასევე ალპურ ზონაში და ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ისინი წავიყვანეთ და მათ ჰქონდათ საშუალება, რომ სხვადასხვა რელიეფი გადაეღოთ. ვიყავით როგორც მწვანე ტბის მიმართულებაზე ამ პერიოდში, ასევე მეტეოზე, ასევე ბეშუმში და ჭანჭახზე და მოკლედ შევეცადეთ, რომ ყველა ის ულამაზესი რაც საშუალებას ამინდი გვაძლევდა, ჩვენ აუცილებლად გაგიზიარებთ ამ კადრებს ისინი და პეიზაჟი იშლება პრაქტიკულად ცას არ აქვს ლიმიტი, ზუსტად აი ეგ გამოთქმა ცოცხლდება შენს თვალს. და კიდე ძალიან ლამაზია, უნიკალურია მართლა, როდესაც მაგალითად დილით ან საღამოთი ეს მზე ახალად ჩადის და ეს მთლიანად ლურჯით ააკრავს ამ მთის რელიეფს და მთა და ცა აღარ ერჩევა ერთმანეთისგან. იქ ყველანაირი მიზეზი შეუქმნით ტურისტებს, რომ ისევ და ისევ გვესტუმრონ და არაერთხელ გვესტუმრონ. კი და როდესაც საბაგირო კაბინიდან იყურები და ხედავ აი ხის სახლებს ჩაფლულს თოვლში და ცოტათი სახურავის წვერი ჩანს ხოლმე, ეს არის ნამდვილად უნიკალური. კვამლის თუ ამოდის ამ სახლი. კი, აი ამაზე გიждდებიან ძირითადად ევროპელები, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ძირითადად ხელოვნურად ვქნით ხოლმე ასეთ გარემოს. ემახსოვს ბეშუმში იყვნენ ზაფხულის განმავლობაში გერმანელები და ესეთი დაშოკილები იყვნენ, მოგწონთ მეთქი აქაო, რომ ჩვენ ვქნითო ამასო, ესე ვუვლითო, ვლოკავთო იქო ყველაფერსო თქვენ ბუნებრივად გაგვთო და გაოგნებულები დადიოდნენ. ასევე თქვენ გზა აღნიშნეთ, რა კი აუცილებლად და კურორტი გოდერძი ეს ის კურორტია, რომელიც მთლიანად მაღალმთიანი აჭარის სხვა ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებს, ხეობებს ერთმანეთთან დააკავშირებს ზამთარშიც და აჭარაში ყველა სოფელში ამ შემთხვევაში შესაძლებელია ზამთარში წასვლა და დასვენება, უკვე იძლევა საშუალებას ის ინფრასტრუქტურა რაც იქ არის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რა თქმა უნდა გზა აღნიშნეთ თქვენ და გზა რა თქმა უნდა უნდა ითქვას, რომ გზა ახალციხის და ადიგენის მხრიდან მთლიანად ასფალტირებულია კურორტამდე, თუმცა თოვლის მასა ისეთია, რომ მაინც ძირითადად კესბორერებით გადაადგილება არის რეკომენდებული. მაგალითად გოდერძიზე შესაძლებელია ერთ ღამეში მოვიდეს 9 მეტრზე მაღალი თოვლი და ეს კიდეც კარგია, კიდეც გამოწვევებს გვიქმნის, თუმცა უნდა მოვახდინოთ ადაპტირება ამ გამოწვევებზე და რა თქმა უნდა ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის. რაც შეეხება ხულოს მხრიდან, აქაც გზის ყველა დიდი მონაკვეთი, ძალიან მცირე მონაკვეთია დარჩენილი, თუმცა ისიც მოწესრიგებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან და რადგანაც ეს არის ზამთრის კურორტი, რა თქმა უნდა აუცილებელია წინასწარ გადამოწმდეს, მაგალითად დილის 9 საათზე თუ დაგეგმავთ, რომ იყოთ ხულოში და იქიდან წახვიდეთ, დილას, როდესაც მთელი ღამე თოვდა, რა თქმა უნდა საჭიროებს დროს, რომ გზა გაიწმინდოს და აღნიშნულზე საგზაო დეპარტამენტი მუნიციპალიტეტი ძალიან აქტიურად მუშაობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმის ავტოსადგურიდან ჩვეულებრივად მოძრაობს, როგორც ვიცით. მოძრაობს 80% შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოძრაობს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ თუ თოვლი არის ძალიან დიდი მასა ღამე, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ეხლა გადაადგილება ჭირს და ამიტომ ვინც ზამთრის კურორტზე ისვენებს, ყოველთვის იცის, რომ ნებისმიერ მთაში დასვენების დროსაც აუცილებელია ზოგადად ზაფხულშიც კი სხვადასხვა დეტალის გადამოწმება, ეს იქნება ამინდი, ეს იქნება წყლის მასა თუ მდინარეებს კვეთ ზამთრის პერიოდში და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ის, რომ ის კურორტები, რაც ჩვენ გვაქვს, მაქსიმალურად პასუხობდეს ყველა სტანდარტს, რაც საჭირო
საჭიროა ზოგადად უსაფრთხო გადაადგილებისთვის და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კურორტები ძალიან მალე ყველა გამოწვევას დაძლევს და იქნება საერთაშორისო მასშტაბის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებით და ამ შემთხვევაში კურორტები. მოგეთ კიდევ უფრო დახვეწილი და კიდევ უფრო განვითარებული მე მახსოვს ხედი იყო პრაქტიკულად ესეთი ტიალი ერთი მათეს ქოხი იდგა თუ სწორად მახსოვს ახლა უკვე ისეთი საკმაოდ მაღალი კლასის სასტუმროებიც არის აუზებით და საუნებით და მოგეთ ყველა პირობით იმისთვის რომ როგორც ცალკე სიამოვნება, როდესაც აი მაგალითად თუნდაც გამჭვირვალე სპა მომსახურების კაბინებია მოწყობილი და შეგიძლიათ სრიალის შემდეგ ძალიან სასიამოვნოდ დაატკბეთ და ისიამოვნოთ ამ შემთხვევაში აუზით და სხვა მომსახურებით და გარეთ თოვს და ძალიან კარგი განწყობაა რა ადამიანის ბედნიერებისთვის. იცით რა მაინტერესებს გარდა გოდერძისა ასევე არაჩვეულებრივი კურორტია ბახმარო, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს, არა მხოლოდ ჩვენი არა მხოლოდ ქართველები, არამედ უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან ტურისტები. აი ამ მიმართულებით რამდენად აქტიურია ბახმარო ტურისტების მიმართულებით? არის თუ არა რაიმე გამოწვევის წინაშე, რაიმე პრობლემის წინაშე, რა წინსვლა აქვს და როგორი პერსპექტივა აქვს საომავლოდ? ბახმარო რა თქმა უნდა გამორჩეულია ძალიან გურიის კურორტებში და უნდა აღინიშნოს ის, რომ უშუალოდ ბახმაროსთან დამაკავშირებელი ბილიკები უკვე აჭარიდანაც აქტიურია ზაფხულის პერიოდში და ზამთარში განსაკუთრებით ულამაზესია ბახმარო, ეს ხის ქოხები და უშუალოდ სასრიალო ტრასები ამ სახლებს შორის გადის და ძალიან ბევრი ჯგუფი უშუალოდ ბახმაროში ჩამოდის იმისთვის, რომ ისიამოვნოს ამ თავისუფალი სტილით სრიალის შესაძლებლობებით და ემოციებით. ამიტომ საქართველოს კურორტებს, მათ შორის ბახმაროსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და თავარი რაც ნინომაც აღნიშნა, ჩვენ უბრალოდ შეჩვეული გვაქვს თვალი და ვერ აღვიქვათ რამდენად ბუნებრივი და ლამაზია ის კურორტები და ის ბუნება, ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვაქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ კიდევ უფრო განვითარდეს და ჩვენც ვისიამოვნოთ და ჩამოსულმა სტუმრებმაც ისიამოვნოთ იმ ბუნებრივი თუ ღირსშესანიშნაობებით კულტურული, რაც ჩვენ ამ კურორტებზე გვაქვს. კი, ვინც ერთხელ მაინც მოხვდებით კურორტ გოდერძზე, იცოდეთ, რომ აბსოლუტურად წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ბაკურიანი, ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს ღრმა ბავშვობიდან და ასევე გუდაურიც, როგორც თანამედროვე ახალგაზრდული კურორტი, გოდერძის აქვს აბსოლუტურად სხვა განუმეორებელი ხიბლი, რასაც მისი კლიმატური ზონა განაპირობებს პირველ რიგში, ეს არის ალპური და სუბალპური ზონა, სადაც ჟანგბადი არის გაიშვიათებული და მცენარეებიც კი არ ხარობს, თუმცა გვაქვს ალპური ბოტანიკური ბაღი ბეშუმის მიმართულებით, რაც ასევე დიდი გაოცების საგანია ნამდვილად. კი, ბეშუმის ალპური ბოტანიკური ბაღი უნიკალურია, შეიძლება ითქვას, თავისი ღირებულებებით და მცენარეებით და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ალპური ბოტანიკური ბაღი აძლევს საშუალებას ვიზიტორებს და უცხოელებს, ქართველებს, რომ ნახონ ის უნიკალური როკარიუმი, ანუ ქვათა სისტემა, რომელიც ზოგი გამყინვარების ეპოქიდან არის შემორჩენილი, ზოგი საერთოდ ის მცენარეული საფარი თითქმის აღარ არსებობს და ერთადერთია შემორჩენილი ჩვენს ქვეყანაში და ადამიანებს მეცნიერები ჩამოდიან უშუალოდ დასათვალიერებლად, რომ ნახონ ის მცენარეები, რომლებიც არსად შეიძლება რომ აღარ შეგხვდეს და უშუალოდ ალპური ბაღის მიმდებარე ტერიტორია თუ დაათვალიერებთ, ეს არის აი რა არ ვიცი როგორ აღწერო, ყვავილების უნიკალური ფორმები, ყვავილები, რომელიც შეიძლება საერთოდ არსად არ შეგხვდეს, რო სეირნობ, აი ესეთი ლამაზი ალპური ყვავილები და მცენარეებია წარმოდგენილი. ამიტომ აქვე გამორჩეულია ბოტანიკური ბაღი იმითაც, რომ იქ უკვე მოწყობილია ჯარას, თქვენ იცით რომ ტრადიციული ქართული თაფლის წარმოების ესე იგი ველური თაფლის მოპოვების ტრადიცია, რომელიც აჭარაში შემორჩენილი გვაქვს, ვიზიტორებს აქვს საშუალება, რომ იქ ნახონ როგორ ხდება მსგავსი ტექნოლოგიით თაფლის მოპოვება და ეს ტურისტული სერვისებია ერთ-ერთი, რომელიც რა თქმა უნდა, ამრავალფეროვნებს იქ არსებულ შესაძლებლობებს ტურისტული თვალსაზრისით და უშუალოდ ბეშუმი, ამ შემთხვევაში ჩირუხი ან სხვა კურორტების ზაფხულის, რა თქმა უნდა, საერთოდ ცალკე მიმართულებაა ეს იალაღები, რომელიც არის თავგადასავალი, ცალკე კულინარიული, ცალკე ტრადიციული, იგივე შუამთობა, ჩვენი ტრადიციული ფესტივალები. ეს არის ის, რაც ქართულ ტურისტულ პროდუქტს ქმნის და არაფრის ხელოვნურად შექმნა ჩვენ არ გვჭირდება. ყველაფერი გვაქვს და მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს და შევინარჩუნოთ. და მოვიზიტოთ. ესე იგი რიგა
ლიეტუვა, მადრიდი, ჰელსინკი, მილანი, ნიუ-იორკი, მუმბაი, სტამბოლი. ეს არის იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც უკვე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახერხეს გამოფენების გამართვა. მოკლედ ნიუ-იორკშიც ჩააღწია ბათუმის სტენდმა და აჭარის შესახებ ინფორმაცია. მერტსული მაქვს გავიგო, როგორ ჩაიარა ამ გამოფენებმა. ბოლო იყო სტამბოლი, ძალიან დიდი გამოფენა. ბატონო თინა, მე ვნახე ამსახველი ფოტოები, ასევე თქვენს Facebook-ზე. მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ამერიკის ნაწილი, როგორი იყო დაინტერესება და ველოდოთ თუ არა გაღმა კონტინენტიდან თუ ოკეანის გაღმიდან გამოყმა ტურისტებს. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ბათუმმა მოიპოვა რაღაც ჯილდო ან წარდგენილი იყო რომელიმე ნომინაციაზე, ან თუნდაც გოდერძი დასახელდა ევროპის გამორჩეულ თოვლიან კურორტად, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ის ტურისტული მიმართულება, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს წამყვანი ტურისტული მიმართულება, წარმოდგენილი იყოს ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ აჭარის რეგიონი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სხვა რეგიონებთან ერთად წარმატებით და ღირსეულად არის წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო მნიშვნელოვან პლატფორმაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ წლის განმავლობაში 25-ზე მეტ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას. ეს ღონისძიებები ერთმანეთისგან ფორმატით არის განსხვავებული. აი მაგალითად ამერიკა თქვენ აღნიშნეთ, ამერიკაში ორი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება იყო. ერთი უშუალოდ, სადაც ბლოგერები, ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ესაუბრები შენი ტურისტულ მიმართულებაზე და გაქვს მხოლოდ 15 წუთი იმისთვის, რომ დააინტერესო, რომ გააკეთონ ან მასალა, ან დაბეჭდონ, ან ვიდეო გადაიღონ და ასე შემდეგ. და მეორე არის უშუალოდ ვიზიტორებს და ტუროპერატორებს აცნობ შენს ტურისტულ მიმართულებას. როგორი იყო რეაქცია? რეაქცია ძალიან დიდია დაინტერესება. უნდა ითქვას, რომ ვიზიტებიც მომატებულია ამერიკიდან, თუმცა რა თქმა უნდა დაინტერესება მეტია და კიდევ უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ ეს მდიდარი შესაძლებლობები, რაც გვაქვს, უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს. ასევე უნდა ითქვას, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია აქტიურად მიმდინარეობს ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის მაგალითად ახალი ევროპული ბაზრები, ეს არის სკანდინავიის ქვეყნები, საიდანაც ფრენები უკვე ქუთაისის აეროპორტში ხორციელდება. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ტრადიციულ ბაზრებზეც, ეს არის ისრაელი, ეს არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, იგივე თქვენ მუმბაი ახსენეთ. მუმბაი ძალიან საინტერესოა, როგორც ჩააღწიეთ ინდოეთში და სხვადასხვა ბევრი ინდოელ ტურისტს ხედავ ხშირად, რაღაცებს მეკითხებიან ხოლმე და მეც დაუზარებლად პასუხობ. საქართველო არის ქვეყანა და საქართველოს ყველა რეგიონი შეუძლია საერთოდ სხვა ტურისტული ერთმანეთისგან განსხვავებული ტურისტული პროდუქტი შესთავაზოს, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს პოპულარული და უფრო მეტმა ამ შემთხვევაში ისეთი ადამიანი დავაინტერესოთ, რომელიც აფასებს იმ ღირებულებებს, რაც საქართველოს აქვს. ეს არის კულტურა, ტრადიციები, ღვინო, კულინარია, ბუნება. ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა ტიპის სეგმენტზე მოვახდენთ შთაბეჭდილებას და მოვიწვევთ. ამიტომ რა თქმა უნდა აქტიურად მუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით. ერთი არის ის, რომ ჩვენ მუშაობთ ისეთ მედია პლატფორმებთან, როგორც არის მაგალითად Euronews, BBC, National Geographic, Deutsche Welle, სადაც ვახდენთ უშუალოდ საიმიჯო კამპანიებს. მაგალითად ბათუმი საქართველო როგორც საინტერესო უსაფრთხო ტურისტული მიმართულება. მეორეს მხრივ ჩვენ მუშაობთ უშუალოდ ქვეყნების პლატფორმებზე, ტურისტულ პლატფორმებზე, სადაც ვახდენთ ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას. მაგალითად ღვინო, გასტრონომია, იგივე ეკოტურიზმი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წინასწარ არის შესწავლილი, ზუსტად ვიცით, რომელ ქვეყანაში, რომელი პლატფორმა მუშაობს ძალიან აქტიურად და შესაბამისად შემიძლია გითხრათ, რომ აჭარის რეგიონი ყველა მნიშვნელოვან პლატფორმაზე ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი და დაინტერესება ძალიან მაღალია და ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა ამ ყველაფერში და ჩართულობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ის სერვისები, რასაც ჩვენი კერძო სექტორი მუდმივად მუშაობს, რომ დახვეწოს, საგთანადოდ იყოს წარმოდგენილი და ძალიან ბევრი თავად მუშაობს თავიანთის ტურისტული სერვისის პოპულარიზაციაზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და რა თქმა უნდა, ეს უკვე უზრუნველყოფს აჭარის რეგიონის მეტად დაინტერესებას და ვიზიტების მატებას. არაჩვეულებრივია და აუცილებლად უნდა კითხოთ პროექტზე გამომყევი აჭარაში, რომლის მიმართაც დიდი ინტერესია წლიდან წლამდე და შეიძლება ახლა ადრე იყოს ამ პროექტზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც მაინტერესებს დაიწყეთ თუ არა უკვე მზადება, რა არის ჩანაფიქრში და შეიცვლება თუ არა პროექტის წესები.
გამომყევი აჭარაში არის შიდა ტურიზმის მხარდაჭერის პროექტი და ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მეორე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენ ყოველწლიურად რიგ საკითხებს, რომელიც წინა წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით ვითვალისწინებთ, ვამატებთ ან ვცვლით. რა თქმა უნდა, პროექტი არის ძალიან საინტერესო. ჩვენ გვაპირებთ მის გაგრძელებას. ყოველთვის პროექტი ხორციელდებოდა ზაფხულის პერიოდში, რადგან საშუალება გქონდეთ ბლოგერებს და ვიზიტორებს, რომ ის მდიდარი შესაძლებლობები რაც მთაში არის მოინახულონ. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა პროექტებიც, რომლითაც შევეცდებით, რომ ინდივიდუალურად სხვა პერიოდის ტურისტული პროდუქტებიც აქტიურად დავფაროთ. ჩვენ კონკრეტულად პირობების ცვლილებებზე და სხვა საკითხებზე, რა თქმა უნდა, პროექტის დაანონსებისას ვაცნობებთ ყველა დაინტერესებულ პირს და რა თქმა უნდა აქტიურად ვაგრძელებთ როგორც შიდა ტურიზმის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის მხარდამჭერ მასტიმულირებელ კამპანიებს. ესე იგი, ერთ დეტალსაც გავამახვილებ ყურადღებას. დეტალზე რა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, ესე იგი, მადრიდში მოეწყო გასტროკონგრესი, Madrid Fusion, ესე იგი, ესპანეთში ჩავაღწიეთ. ჩავიტანეთ თუ არა კონკრეტული რეცეპტები, კერძები, როგორ ჩაიარა ამ Madrid Fusion არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულინარიული ღონისძიება. სადაც საქართველოს წინა წელს იყო მასპინძელი ქვეყანა და წელსაც საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომდგენი და პრეზენტატორი იყო კულინარიის, ძალიან დიდი ინტერესი იყო. წარმოდგენილი იყო საქართველოს პროფესიონალი მზარეულობით, 5-6 პროფესიონალი ცნობილი მზარეული იყო წარმოდგენილი, მუდმივად საქართველოს სტენდზე იყო ძალიან დიდი ინტერესი და კეთდებოდა როგორც პრეზენტაციები, ასევე დეგუსტაციები, რაც ძალიან პროფესიონალურად გაკეთდა. ძალიან ბევრი სხვადასხვა ღვინო, რა თქმა უნდა, აუცილებლად ღვინო, ეს იყო ხინკალი, წარმოდგენილი იქვე იხარშებოდა, ეს იყო სხვადასხვა ტიპის ხაჭაპური, ეს იყო ჩვენი ბოსტნეულის კერძები და ფხალეული, რომელმაც საერთოდ ძალიან გადარია ჩვენი სტუმრები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები არა მხოლოდ ვიზიტორებისათვის, რომ გაიცნონ, არამედ მზარეულებისთვის. იმიტომ რომ იქ იმ კონკრეტულ ღონისძიებას სტუმრობს მაგალითად ესპანეთის და მთელი მსოფლიოს მზარეულები, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების წარმომადგენლები და ისინი რა თქმა უნდა ყოველთვის ეძებენ ინსპირაციას თავისი კერძებისთვის და აი ეს ღონისძიებები ვის პარალელურად იმართება სპეციალური ფორუმები, სადაც უშუალოდ მხოლოდ მზარეულები ესწრებიან, განიხილავენ ამ გემოვებს და რა თქმა უნდა აქაც საქართველოს გამორჩეული იყო და არის და აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი ან ხაჭაპური თუ ცალკე გქონდა რეცეპტები სპეციალური წიგნები წაღებული, რომელიცაც იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, რომ და ასევე ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ყოველწლიურად კულინარიასთან დაკავშირებით ვაკეთებთ საერთაშორისო ღონისძიებებსაც, რაც ხელს უწყობს უშუალოდ ახალი ელემენტების შესვლას ჩვენ სარესტორნო სფეროში და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის 150 კერძი, რაც მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი ძალიან მალე ქალაქის კვების ობიექტებში, მენიუებში აისახება და ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობთ უშუალოდ მზარეულებთან და კვების ობიექტების წარმომადგენლებთან. მოკლედ ისღე დაგვრჩენია, რომ პროგნოზი გავაკეთოთ მოახლოებული ზაფხულის სეზონისთვის, ვინაიდან ზაფხულში პიკს აღწევს ტურისტების რაოდენობა, ავიაკომპანიებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც ვიცით, რაიმე რისკები ან შეფერხებები ხომ არ არის გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ აი მამუკა ბერძენიშვილი ატარებდა შეხვედრას და მან ისაუბრა ჩვენთან ეთერში, რომ რაღაც ტენდენცია გამოიკვეთა თბილისში რამდენიმე სასტუმროს დახურვის, თუმცა არ იციან ეს კონკრეტულად რას უკავშირდება, ვთქვათ, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თუ რაიმე სხვა ეკონომიკური ფაქტორებით არის გამოწვეული. ჩვენ შემთხვევაში როგორია პროგნოზი და ბუნებრივია სერვისებით იქნება თუ არა გამართული ყველაფერი ზაფხულისთვის? თოვლი დადნება იმით. თოვლი დადნება აუცილებლად. ცოტა დღე 1-2 დღე კიდე მოგვიწევს ამ სუფთა ჰაერით, თოვლით და ქალაქის ლამაზი ხედებით, ზამთრიანი ხედებით დადგმობა, თუმცა ყველაფერი იქნება რიგზე. რაც შეეხება პროგნოზს, ჩვენ დადებითად ვართ განწყობილი, ასევე დაგეგმილია კერძო სექტორისთვის ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მათ ზაფხულის ცხელი სეზონისთვის მოსამზადებლად სჭირდებათ, ეს იქნება სატრენინგო პროგრამები თუ სხვა ტიპის ღონისძიებები. ამავდროულად, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა გაორმაგებულია და კიდე მიმდინარეობს აეროპორტების გაერთიანების და უშუალოდ ბათუმის აეროპორტის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს, რომ უფრო მეტი რეისი დაემატოს. უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმი, ანუ ზოგადად გულისხმობს ადამიანების მოგზაურობას და გადაადგილებას და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ
მშვიდი გარემო იყოს და სიმშვიდე იყოს როგორც ჩვენ სამეცნიერო ბაზრებში, ისევე ჩვენ ქვეყანაში. და ყველა საკითხი, რა თქმა უნდა, ახდენს მეტნაკლებად რიგ ზეგავლენას, განსაკუთრებით ტურიზმზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო პანდემია თუ ეს იყო უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ მსოფლიოზე ახდენს ეს ზეგავლენას. ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გავიაზროთ ის ყველა საკითხი, რაც ჩვენზე აქცევს, ჩვენს ახდენს ზეგავლენას და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიურად იყოს ძალიან ძლიერი. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ შემხვდა ინფორმაცია, უბრალოდ გამოკითხვას მოუკარი თვალი, როდესაც აღიარეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად და ეს ძალიან კარგი და სასიხარულოა და ძალიან ადებითად მოქმედებს ტურისტებს. ჩვენ 2023 წელსაც დაასახელა ერთ-ერთმა ძალიან პრესტიჟულმა ორგანიზაციამ ბათუმი, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებას. ეს გულწრფელად რო გითხრათ, სიმართლეა, ჩვენ ყველა მოგზაურობთ, ყველა გავდივართ და ხედავთ ყველა ქვეყანას და მე სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ქუჩებიც უშუალოდ სისტემას როგორც ცხოვრობთ, რასაც წარმოადგენთ, როგორ წარმოადგენთ, ყველა საკითხში საქართველოს ნამდვილად არის უსაფრთხო ტურისტული მიმართულება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ საერთაშორისო პლატფორმებზე ვისთანაც თანამშრომლობთ, სწორედ ჩვენი მიზანი ის არის, რომ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ და პოტენციურ ვიზიტორს, ინვესტორს, ბიზნესმენს, ამ შემთხვევაში ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც ჩვენ ქვეყანაში ვიზიტს აპირებს. საქართველოს არის ძალიან საინტერესო უსაფრთხო ტურისტული მიმართულება და ქვეყანა, სადაც როდესაც ჩამოხვალ და გაემგზავრები, იგივე ადამიანი აღარ ხარ. სulis ძალიან საინტერესო. დავშვიდობთ თინას, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ყურადღებისთვის და წარმატებას გისურვებთ. ეკონომიკურ კეთილდღეობას, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს თინათინ ზოიძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი. დავბრუნდებით რამდენიმე წამში. ისე პანიკური შეტევა დამეწყო მას შემდეგ, რაც ეთერში შევედით და პაატა არ გამოჩნდა და მე შფოთვითი. ცოტა მოგვიანებით, რა ვიცი, ფსიქიატრსაც ველოდებით, ნახოთ აი ამ სავარაუდოდ ჩვენამდე თუ და გაგაწევთ, ვაპირებდი რაღაცას ორიგინალურად შემოწმოს ეთერში, მაგრამ მხოლოდ თოვლი შემოვიტანე. ანუ მახსენდება ხოლმე ასეთ ფორს მაჟორებში, აუცილებლად გადაცემების მაგალითზე რომ რა დაემართა პაატა დიდიგურს მაშინ, როდესაც ის გადაცემაში მოდიოდა და დააგვიანა. რატომ დააგვიანა პაატა დიდიგურმა დიდი შვიდეულის შეხვედრაზე? მე ამ გადაცემის შვიდეულს გულისხმობ წამყვანებს, რა თქმა უნდა. მოკლედ ქუჩები გადაკეტილია, ვაპირებდით ქუჩიდან ჩართვას პროცესში, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ისე გავიჭედეთ აქედან სულ რაღაც 300 მეტრში, რომ რა თქმა უნდა მართებული იდეა გაგვიჩნდა ჩვენს ტელევიზიის ძღოლსაც და ჩვენს წამყვანებს და პროდიუსერებს ვინც ვიყავით მანქანაში, რომ ფეხით გამოვქცეულიყავით და შეგვეძლო რა თქმა უნდა აქედან დიდი დრამა აგვეწყო. რა გაცვია ფეხსა? ფეხსაც მელი. როგორი? ჩვეულებრივი სრიალა სხვათა შორის და მანამდე ლაპარაკობდი პოლიტრონზე და ძალიან მომეწონა ერთი ამბავი, რომ გამოთქმაზე, რომ როდესაც არ მოდის მუჰამედი ვიდის თასთან და იგივეა ესე გამოგვივიდა ჩვენც. გოდერზი და გუდაური და ბახმარო თუ ჩვენთან. არ მოდის ან პირიქით პროცესად თქვენ ჩვენ არ მიდიოთ ის მოვიდა ჩვენთან. შესანიშნავი ამერიკული მთები გამოვიარეთ, მოკლედ ვიწუმყავეთ. კარგი თავგადასავალი გადაგხსნათ შესაძლოა სიცილით მოვყით. თავარი ისაა რომ ადამიანები ვინც ახლა გასაჭირშია, მიყვარს თოვლის გასინჯვა. ლაპარაკებდით. ყველას მიუსწრებენ მოხალისეებიც, თავდაცვის სამინისტროს და მთავრობის უწყებები და ყველა ადამიანი სახსალამათი გამოდაუძვრება ამ პრობლემას და იმედი მაქვს შემდეგი ზამთარიდან თუ ის როდისმე დადგება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ისეთი განცდა მაქანდახარ რომ ამ ქვეყანაში ზამთარს არ ველოდებით ხოლმე, როგორც 31 თებერვალს ისე და საბოლოოდ ზამთარი იქნება უბრალოდ მართლა გასართობი და ბავშვები გამოვლენ, იხალისებენ ჩვენი მშობლები ვინერვიულებთ და იმაზე რომ გაცილდებიან მხოლოდ ახლა მგონია რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი კი ხო და მოდი რა შეგვიძლია კითხვები დავუსვათ მოკლედ როგორც ლაპარაკობდით და მეც ამაზე ხომ უნდა მელაპარაკა, მაგრამ ამაზე ლაპარაკის ნაცვლად ვიქცევი. ხო, რეალურად სპორტი ასე გამოიყურება, როდესაც აჩქარებული გაქვს ლაპარაკი, მოდი მაშინ პროგნოზი გავაკეთოთ, მოაღწევს თუ არა ჩვენი სტუმარი ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი
ვერ მოაღწევს სამწუხაროდ ისაც ფონზე უნდა ელაპარაკა, უნდა ვაპატიოთ მასას და საკუთარ თავსაც და იმედია მაყურებელიც ვაპატიებს, იმიტომ რომ მესმის ახლა ისეთი ამბავია, ისეთი ამინდია, რომ საერთოდ ეთერში რო გავდივართ, არა, მადლობა, რატო უნდა გითხრათ, პრინციპში ვალდებული ვართ, რომ ეთერში გავიდეთ, ასე რომ არა, საკვირველია მაშინ. კი, არა, საკვირველი, ხო, ეს. ოკეი, ხელები კი გამეყინა, მაგრამ ვეცდები რომ როგორმე გაუძლო, გუდა თოვლის. და შემდეგი ანუ წარმოიდგინე ისე ფოტო რომ ლაპარაკი შემდეგი სტუმარი კომფორტულად არის, ამიტომ თამამად შეგვიძლია შეგვიძლია და ფოტოშოპის ძალიან საინტერესო სამსახურს შევეხეთ და როგორ შეიძლება ვიყოთ მუდმივმოტივირებული სამსახურში, რომელშიც მუშაობთ წლების განმავლობაში, ეს საკუთარ თავს ვუკვირდეთ ხო იდეაში ამ თემით. ხო, ნუ რა თქმა უნდა, იცით, ადამიანები არსებობს, ვინც ასე ვთქვათ, როტაციის პრინციპით მუშაობს ხოლმე სხვადასხვა სამსახურებში, ან ერთი და იგივე პროფესიით და სხვადასხვა კომპანიებს იცვლის, არ გულისხმობ რა თქმა უნდა კარიერულ ზრდას, როდესაც ერთი და იგივე პოზიციაზე არიან, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც ჯიუტად მიაპობენ, ასე ვთქვათ, კარიერულ კიბეზე გზას და ნუ მწვერვალებს აღწევენ. ამ პროცესში როგორია, ანუ როგორი შეგრძნებებია, როგორ არ უნდა გადაიწვა, როგორ უნდა აქციო, ასე ვთქვათ, მუშაობა რაღაც კონკრეტულ სფეროში წარმატებად და სასიამოვნო პროცესად, რომელიც საბოლოოდ დაგაჯილდოებს ჭყალებში ხელფასით და არა ხელფასის გამო იმუშავებ, ამაზე ჩვენი სტუმარი გაგველაპარაკება მესენჯერით, რა თქმა უნდა, ხათუნა მდინარაძე, გაყიდვების მენტორი და ორგანიზაციული ფსიქოკონსულტანტი და ჩვენი არაერთი გზის სტუმარი უნდა აღნიშნოთ რა. მოგესალმებით. გამარჯობა ხათუნა. გამარჯობა. აი აგვიხსენეთ მაგალითად, თუნდაც ჩვენს მაგალითზე, დაახლოებით 8 წელი ვმუშაობ, მე მარტო ტელევიზიაში და ნუ მანამდე კიდე რადიოში მუშაობდი. ნინო კიდე უფრო დიდი ხანია მუშაობს აქ, სოფო აქ მუშაობს და სწავლის დროსაც ანუ უნივერსიტეტში ვიყავდა. წვეტა მქონდა საბედნიეროდ და ამან განაპირობა გარკვეულწილად ენთუზიაზმის ცოტა. მოკლედ, როგორ შეიძლება ვაქციოთ მართლა ანუ პროფესიას საინტერესო რაღაცად, სადაც ასე ვთქვათ, ჩვენს ცოდნას კი გავაზიარებთ, მაგრამ რაღაცნაირად თავგადასავალი რო იყოს ცხოვრების განმავლობაში. და იყოს სასიამოვნო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. ძალიან საინტერესო თემაა და გამოწვევა არის ამ კუთხით. ჩვენ ხშირად ვისახავთ ხოლმე მიზნებს, რაღაც ახალ გამოწვევებში ვართ, თუმცა ხდება ისე, რომ ყოველდღიურ რუტინაში, როცა გადავეშვებით, ასე ვთქვათ, ჩვენს ყოველდღიურობაში გვეკარგება ყოველდღიური мотиваცია და ეს საკმაოდ მართლაც ასეთი კითხვითი ნიშანდასასმელი თემა არის, რა უნდა ვქნათ ყოველდღიურობაში. თუ კი ყოველდღიურობაში მაგალითად ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ სულ დრაივში ვართ, რაღაცნაირად სტრესია ორგანიზმისთვის და ესეც გვაწუხებს რაღაც პერიოდის შემდეგ, თუ კი რუტინაში ჩავარდი და მოგვეზრდა, მაშინ ეს რუტინა გვეზრდება და ესეც სტრესია ორგანიზმისთვის. ანუ ხსნარაშია მაშინ. ხსნარაშია. მოდი დავიწყოთ იქეთ, გააჩნია ადამიანს და თავის ტემპერამენტს. როგორი ტიპია თვითონ, ვიღაცას მოსწონს უფრო სტაბილურობა და ამ რუტინაში ყოფნა და შეიძლება მობეზრდეს, თუმცა მისი არჩევანი მაინც ასეთი სამსახური იყოს და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ და ამ უბრალოდ არ შეუძლიათ ადამიანებს ალბათ ვერაფერს ვუზავთ. მაინც თავის არჩეულ გზაზე არიან და ეს არის ყოველდღიური გამოწვევები, უფრო მეტი ადრენალინი და ასე შემდეგ. საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ ორგანიზმი როცა სიახლეში გადადგამს ნაბიჯს, გარკვეული სახის ცვლილებებს განიცდის და ეს ცვლილებები ორგანიზმისთვის ერთის მხრივ სტრესია, თუმცა მეორეს მხრივ ესაა გამოწვევა და ამაში ნახულობს мотиваციას. იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვეჩვევით უკვე საქმეს და გადავდივართ რუტინაში, ზედმეტი ძალისხმევა აღარ გვჭირდება, გამოვიმუშაოთ, ამას რაღაცნაირად უკვე ფსიქიკა ეჩვევა და თვითონ აკეთებს. აი, როცა გვაკლდება ეს ზედმეტი ძალისხმევა, იწვევს დემოტივაციას და ეს არის პირველ რიგში ჰორმონალური ცვლილება. აი, მაგალითად, აღარ მუშავდება ისე ძალიან დოფამინი, ადრენალინი, ნორადრენალინი, სეროტონინი, რომელიც არის ბედნიერების შენარჩუნების ჰორმონი და აი შეგვიძლია ჩვენ ჩავერიოთ სწორედ აქ, შეიძლება ეს სიტყვი გამოვიყენოთ, როგორ შეიძლება ყოველდღიურობა გავილამაზოთ. აი მაგალითად რომ გამომუშავდეს ჩემში დამატებით დოფამინი, შეიძლება დავისახო ყოველდღიურად პატარ-პატარა მიზნები და ამ პატარ-პატარა მიზნების აღნიშვნა მე ჩემში შეიძლება გამოიწვიოს დოფამინის მატება, რაც თავის მხრივ ნიშნავს უფრო ხალისიან სამუშაო განწყობას. ასევე შეიძლება მე ძალიან მომწონს და ძალიან ხშირად ვიყენებ
დღის ტრადიციას ვეძახი. დღის ტრადიცია შეიძლება იყოს დააჯილდოვოს საკუთარი თავი და ანუ გუნდი სადაც ხართ, მაგალითად, ერთად მიირთვათ ყავა, ან ჩაი, ან რაღაც თქვენი დღის წესრიგი გქონდეთ ისეთი, რომელიც რაღაც მძიმე სამუშაოს შემდეგ, ან ყველაზე მსუყე სამუშაოს დასრულების შემდეგ დააჯილდოვებთ თქვენს თავს და რაღაც ხალის შემატებთ. ასევე ძალიან კარგია, როცა აღვნიშნავთ დღის განმავლობაში ჩვენს პატარ-პატარა წარმატება თუ არა, მაგალითად შესრულებული სამუშაო. ნებისმიერ რაღაცას როცა იწყებს ტვინი და ასრულებს, მას სჭირდება ამისი აღნიშვნა. ეს აღნიშვნა არ არის აუცილებელი რაღაც ამას სპეციალური რაღაც მოუფიქროთ. ეს შეიძლება იყოს ჩამოვწეროთ ეს ყოველდღიური რუტინის გეგმა და შემდეგ ეგრეთ წოდებული რაღაც ალამი მოუნიშნოთ იქ და საკუთარი თავი წავახალისოთ ამ კუთხით. ან არ ვიცი, ვისაც შოკოლადი უყვარს, შეიძლება შოკოლადი აჩუქოს საკუთარ თავს. ვისაც მეგობრებთან ერთად თქვათ და სიგარეტზე გარეთ გასვლა უნდა, ამით პროპაგანდას არ გეკონოთ ვუწევდეთ. არა ჯანსაღ ცხოვრების წესს, თუმცა რადგანაც ფროიდი მიმართავდა ხოლმე. კი, ყოველდღიურად არის. შეიძლება ერთად გავიდეთ და ეს თავისთავად არის ურთიერთობების ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ურთიერთობების დროს თქვათ გამომუშავდება იქ ის 5 წუთი. ასევე მე კიდევ ძალიან რაც მომწონს არის ხშირი შესვენება. ხშირი შესვენება და შეიგრძნო საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში არა, ხშირი ალბათ ჯობია, ვიცი. არა, ჩვენს გადაცემას გულისხმობ, ან აქ ყოფნა, შეიძლება ნაკლებ სტრესი. გავდახათონ, მე მგონი ცოტა ტექნიკურად გავიჭედეთ, მაგრამ შეგვიძლია დავამატოთ სანამ დაგვიბრუნდება. ანუ თქვენ გაქვთ თუ არა ეს შეგრძნება, ანუ როდესაც არ შფოთავთ და ხართ ეთერში, ან რამე სხვა საქმიანობას აკეთებთ, სადაც ცოცხალი მონაწილეობაა საჭირო და არა, ასე ვთქვათ, ჩანაწერად ყოფნა, რაცა უნდა იყოს, საინტერესო აღარ ხდება. ეს არა რაღაც მეცნიერული შეკითხვა, მართლა სუბიექტური შეკითხვა. ანუ როცა არ შფოთავთ და აკეთებთ საქმეს, კომფორტულია თუ არა თქვენთვის? შფოთვა საინტერესოა ჩემთვის, ზოგადად ადრენალინი მიყვარს და ხანდახან ვცდილობ რომ გამოვიწვიო ჩემში. ანუ ორნი ვართ ეგეთი შენ? ხო, რაღაცა მგონია რომ ხანდახან შფოთვა უფრო თავდაცვითი უნარიც შეიძლება. აი, მგონი ჩავერთეთ. დაგვიბრუნდა მე მგონი ხო, ანუ დავამთავროთ უბრალოდ კაპტოხანთან ერთად თემას ვაგრძელებთ, ანუ მაგალითად აი ჩვენ ვუკრავ ხო? როგორც კი შფოთვა მიქრება ხოლმე დაკვრამდე, მაგალითად, როდესაც გამოდიო რაღაც ინსტრუმენტი და ხო? კმაყოფილების განცდაც არ გაქვს არ მაქვს არანაირი კმაყოფილება. თითქოს და იქ ვარ და ანუ ის კი არ უნდა ჭყალებში კი არ უნდა დავუმტკიცო იმ ადამიანებს, რომ აი მე მოვედი და აი ნახეთ რა მაგარი ვარ, რაღაცა ისე. უბრალოდ ვაკეთებ რაღაც რუტინულ საქმეს. აი როცა განვიცდი, როცა ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა გამოხედვა, ყველანაირი აპლოდისმენტის ნაწილი, მაშინ ვზდობ ადრენალინს და როდესაც მიმართავენ რაღაც საშუალებებს 1000-ნაირს, იმისთვის რომ დამშვიდნენ, თუნდაც ეთერში დაждდომამდე, თუნდაც სცენაზე. მოდუნებული როგორ შეიძლება? ვერ ხვდები, აი ხო. აი სწორედ. ანუ მარტო არ ვარ ესე იგი. არა. გადარჩი. გავდღოთ გაგიგებ. თქვენ გითხარით მაშინ, თუ რაღაცა გაწყდა ის საუბარი, ესეც რო ჩავართო. რამდენად მნიშვნელოვანია სტატისტიკურად, რამდენად გამართლებულია ეს, რამდენად ხშირია, რომ ადამიანები, როდესაც არ განიცდიან სამსახურში ამ მიკრო სტრესს, შფოთვის სახით. ეშვებიან და თითქოს და გულგრილები ხდება სამსახურისადმი. თუ ეს მხოლოდ აი ჩვენ სამის პრობლემაა. არა, არ არის მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის პრობლემა, ან რომელიმე ერთი ჯგუფის. როცა არ განვიცდით მსუბუქ სტრესს და ეს მსუბუქი სტრესი არის ტონუსი, მაშინ რა თქმა უნდა, мотиваცია თავისთავად დაბალია. თუ სამუშაო არაფერი არ მიშვით ხელს. თუკი სამუშაო გვიწყოს, მე არ ვიცი თქვენ სად გატყდა სამწუხაროდ საუბარი, არ ვიცი ალბათ ამინდის გამო ხშირად წყდება. თუკი სამუშაო გვაძლევს ამის საშუალებას, მაგალითად ძალიან აპრობირებული მეთოდი არის მენეჯმენტში თვითონ ხელმძღვანელებმა შექმნან დღის წესრიგი, ან საერთოდ სამუშაო განწყობა, ისეთი რომ მსუბუქი სტრესიც იყოს, რაც თავისთავად ტონუსია და ამიტომ არ მობეზრდეს. ხშირად არის მაგალითად პატარა პროექტებზე ფოკუს ჯგუფები, რომლებიც ახალი გამოწვევა სამწუხაროდ ისევ ტექნიკური პრობლემა გვაქვს. იმედი მაქვს, რომ კიდევ დაგვიბრუნდება ხალხი. სტუმარს ვაწვალებ ცოტას. და რა საინტერესო. ესეც შეგვიძლია ამის მივაწვევთ. რამდენი კითხვა გვაქვს. თუმცა ამბობენ, რომ შუქი იყინებას მინუს ტემპერატურაზე, იმ ინტერნეტის კაბელებში და ამიტომაც ხდება. დავაბრალოთ ახლა ყველაფერი თავს. სხვათა შორის მე იცით რა მაინტერესებს. თუ დაგვიბრუნდება ხათუნა აუცილებლად მინდა ვკითხო. თან დავიმახსოვრე. როდესაც გუნდურ სამუშაო სივრცეში ვართ და მაგალითად ჩვენი
სამუშაო დრო მოიცავს დღის განმავლობაში პირობითად მაგალითად 6 საათს, ხო? დაგვიბრუნდა ხათუნა. მოდი ხათუნა გავაგრძელებ, ხო, გააგრძელა საუბარი. ხათუნა, ისევ პირდაპირ ეთერში ხართ, გავაგრძელოთ საუბარი და შემდეგ კითხავთ ჩემს კითხვას. გაჩერებული ვიყავით ალბათ, სადაც ფოკუს ჯგუფები ჩვენი კავშირი თუკი სამუშაო ხო, თუკი სამუშაო გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ არ ვიცი თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ, ანუ პერიოდულად შევიცვალოთ და რაღაც ახალი საქმე ვაკეთოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და თვისას და სამსახურისთვისაც. თუმცა თუ კი არა მსგავსი ფორმატი სამუშაოს, მაშინ თავად ვიქმნით ამას. და როგორც აღნიშნეთ, ეს არის ყოველდღიურობაში შეტანილი სიახლე. პატარ-პატარა მიზნები თუ კი სამსახურს ეხება უკეთესია, თუმცა შეიძლება ეს ჩემი მიზნები არ ეხებოდეს მაინც და მაინც სამსახურს და იყოს მაგალითად სიახლის შესწავლა. არ ვიცი დამატებით ენა ვისწავლო, ან შეიძლება კარგად არ ვიცი ენა და გავაუმჯობესო. ან მაგალითად აუდიო წიგნს მოვუსმინო, სადღაც 10 წუთი, რომელიც არის სამოტივაციო. თუ კი რაღაც დღის აფირმაცია მაქვს, ამ ჩემს გეგმას თუ გადავხედავ და ამ აფირმაციებს შევუწყობ თან ხელს, ძალიან კარგი არის. და ასევე რაც წეგან დავიწყე და ვერ დავასრულე, ხშირი შესვენებით საკუთარ თავს შევახსენოთ არსებობა. რადგანაც სტრესის დროს ეს გვავიწყდება. სულ ერთი ეს სტრესი მოდუნებული იქნება თუ უფრო აჩქარებული. მაგალითად, ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა და შეგრძნება იმისა, რომ სუნთქავ. ამ დროს სისხლს წნევა მიეწოდება თავის ტვინს ჟანგბადი და თავისთავად სხვადასხვა ჰორმონების გამომუშავებას და ნეიროტრანსმიტერების, რასაც ჩვენ ასე ვთქვათ, ხასიათზე მოვყავართ სალაპარაკო ენაზე რა ვთქვათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც აღნიშნოთ საკუთარი წარმატება და დასრულებული საქმე. ერთად ფინჯანი ჩაის ან ყავის დალევა, ახალი მიზნების ფორმირება, შეიძლება სამსახურში ახალი გამოწვევა დავისახო და ეს უფრო გართულებული მიზანმა მოუმატოს ჩვენს პროდუქტიულობას. და ეს საერთო ჯამში გუნდზეც აისახება და ასევე ჩემს პირად მოტივაციაზეც. ბევრი პატარ-პატარა თითქოს ერთი შეხედვით ეს პატარა ნიუანსებია, თუმცა საბოლოო ჯამში ქმნის დღის რუტინის გახალისებას და ალბათ ეს არის ის ამოსავალი წერტილი, რითაც საერთო ცხოვრებაც ხომ ასეთი არის. ჩვენ სულ უნდა ვიგრძნოთ, რომ ვარსებობთ და მე ყველაზე მეტად ჩემი მოტივაცია რაც არის ის, რომ სულ მახსოვს, რომ ვარ სახეთ ღვთისად. და ეს ღვთიური ნაპერწკალი ჩვენში, ან შემოქმედის ნაპერწკალი არის ყველაზე დიდი მოტივაცია და არც ეთ გარეგან მოტივაციას არ შეედრება, როცა ვიცი ვაკეთებ საქმეს, რომელიც არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საერთოდ სამყაროსთვის და ადამიანებისთვის არის სასარგებლო. ხათუნა, იგივე შეიძლება ვთქვა დაუშვათ რაღაც ძიმე სამსახურზე, როდესაც აი ძიმე ფიზიკური შრომა სჭირდება ადამიანს, აი იმ შემთხვევაში იგივე რაც ჩამოთვალეთ დაუშვათ მოქმედებს, აი დაუშვათ პროფესიონალი მემაღაროეა, რომელიც ნუ აი რამდენიმე საათი დღის განმავლობაში საკმაოდ ძიმე პირობებში მუშაობს. გასაგებია რომ ეს შეიძლება მისი არჩევანია და რაღაც და შეიძლება კარგათაც უხდიან, მაგრამ ხომ ძიმე სამუშაოა იმ შემთხვევაში რა აკეთდება ხოლმე? დიახ, კარგი შეკითხვა არის. ჩვენი სხეული მიჩვეულია გარკვეული სახით რაღაცაზე დაჯილდოებას. თუ კი ჩემთვის ეს არის მაგალითად, არ ვიცი, რაღაც ტრენინგის კარგად დასრულებული ტრენინგი, ვიღაცისთვის ეს არის რაღაც, რომელიც კარგად დაასრულა. ჩვენ ამ არხებს შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს სხეულის არხი, რომელიც ფიზიკურად მუშაობს და თავის დოპამინი იქ გამომუშავდება, ვიღაცისთვის შეიძლება ტრენინგი იყოს, ვიღაცისთვის მუსიკა. ინდივიდუალური საერთო სქემა იქნებ გამოსწორდეს ისე პრობლემა გვაქვს ტექნიკური. კი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამაზე გავაგრძელოთ საუბარი, სანამ ხათუნა დაგვიბრუნდება, იმიტომ რომ საერთოდ არ დავკარგოთ დრო. როგორ ფიქრობ, აი ძიმე სამუშაო რო გქონდეს ფიზიკური, მაგალითად გექნებოდა საერთოდ იმის დრო რო განიცდიდე, თუნდაც გადაწვას ამ პირიქით სიამოვნება სამსახურიდან? არ ვიცი, რთულია. ერთის მხრივ შემიძლია ცოტა დავამატო ქავტონი ხათუნას საუბარს, რომ ზოგადად როდესაც ფიზიკურად შრომობთ, ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს რა ზოგადად ორგანიზმებს ვინც შედგება ძვლებისგან, კუნთებისგან და ნერვებისგან ასე შემდეგ, ფიზიკურ შრომის დროს გამოუმუშავდება სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერები, რომლებიც ასევე განწყობაზე მოქმედებენ პოზიტიურად. ამიტომაც არის, ან ხუმრობა არ არის ის, რომ დაუშვათ, როდესაც სტრესს განიცდით ხშირად, ფიზიკურად ივარჯიშეთ, ეს იქნება რაღაცნაირი ჰათჰა იოგა იქნება, რაღაც ილეთების, დაუშვათ
შედარებით პასიურიეთები თუ ანუ აქტიური რაღაც დარბაზში სიარული და სინძიმების აწევა ორივე შემთხვევაში გამომშავდება ზუსტად ის ნივთიერებები რაც გვაკლია ხოლმე და თურმე ამითაც ხდება კომპენსაცია ამიტომაც გამოთქვა რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია ამ შემთხვევაში შინაარს იძენს როგორც კი მეცნიერება აღმოაჩინენ ეს ფაქტი უკვე როდესაც დააგვირდნენ ასე ვთქვათ პროცესებს მე 10,000 ანალიზი გააკეთეს და საბოლოოდ აღმოჩნდა ასე მე მგონი ხათუნა დაგვიბრუნდა ისო მაგრამ ჯობია რომ დავემშვიდობოთ ხათ ბევრჯერ გაწყვეტა კი ბატონო აი რომ შევაჯამოთ მოდი უცებ გეტყვით რადგანაც ასე მოხდა დღეს ხარვეზი საბოლოო ჯამში მაინც იქეთ მივდივართ ჩვენი სხეული ყველას ერთნაირი ჰორმონები გამომუშავდება მაგალითად სტრესის და мотиваციის დროს უბრალოდ ქცევა გვაქვს ჩვენ ყველას ჩვენებურად დამახსოვრებული ჩვენ სხეულს და ფსიქიკას თუ კი მაგალითად მომღერლისთვის სტრესი სხვა რაღაცა მისთვის გადამუშავების მექანიზმიც არის თავისებური თუმცა ვინც ვიღაცა ფიზიკურად მუშაობს მისი არხი შეიძლება იყოს ისევ ფიზიკური არხი და აქ მოხდეს სტრესის გადინება ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში იქამდე მივდივართ რომ სტრესი ბუნებრივია მობეზრებაც ბუნებრივია ეს ყველაფერი შექმნილი არის არსებულია და ამისი მიუღებლობა არის უკვე სტრესი თუმცა როცა უკვე მივიღებთ ამას და მისი მართვის მექანიზმს ვისწავლით სად შეიძლება ვნახოთ ჩვენივე мотиваცია ყოველდღიური ვიღაცისთვის მიმეორებს სიმღერა ტრენინგი არ ვიცი ტელევიზია თუ ფიზიკური შრომა მანდ შეიძლება უკვე ჩვენ დავიჭიროთ ჩვენი ინდივიდუალური ხაზი და ზუსტად ის რწმენა წარმოდგენების ამბოლო ჯამში რაც გვაქვს ეს გვეხმარება ყოველდღიურობაში ვიღაცას ღმერთის წამს ვიღაცას არ ვიცი დიდი აფეთქების ვიღაცას თავისი ღმერთი ყავს არ ვიცი ვიღაცას შემოქმედი კი ბატონო ვიღაცას საკუთარი თავის და საბოლოო ჯამში ეს რწმენა სად არის ძლიერი ალბათ მანდ გადის мотиваციის მთავარი წყაროც ქალბატონო ხათუნა სანამ ტექნიკური ხარვეზი არ გვაქვს და ჩვენ ახლა იქნებ მოვასწრო კითხვა მაინტერესებს აი იმ შემთხვევაში თუ ჩემი საქმიანი სფერო მოიცავს გუნდურ სამუშაო პროცესებს და რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ ყოველდღიური ურთიერთობა და კავშირი გვაქვს თანამშრომლებთან რამდენად მნიშვნელოვანია და ახდენს თუ არა შემდეგ აი სამუშაო გარემოზე გავლენას სამსახურის გარეთ არსებული ურთიერთობები აი მაგალითად როგორი ურთიერთობა მაქვს თანამშრომლებთან სამსახურის გარეთ შეხვედრები ეს იქნება უბრალოდ ყავაზე ჩაიზე თუ რაიმე ისეთი დაგეგმილი ღონისძიება ნამცხრებზე კალორიებით შეიძლება კარგით, ისევ ტექნიკური ხარვეზი. მე გავაოგნეთ კალბატონი ხათუნა და უბრალოდ ჩავაფიქრეთ. მადლობა და ბოდიშით რომ დაუმშვიდობებლად მოგვიწია, ხო, თქვენი გაშვება. თუმცა ფეისბუქზე შეგიძლიათ მოვწეროთ, როცა გეცლებათ პასუხი სოფოს შეკითხვაზე. ამისთვის მაყურებელსაც შეუძლია შევიდეს ასე ვთქვათ. სხვადასხვა თქვენი პასუხი ორივე ხელით იჭმევა. ამიტომ რა თქმა უნდა, თუ შინაგანად სურვილი აქვს ადამიანს, სასიამოვნოა რა თქმა უნდა, კოლეგა იქნება თუ მეგობარი ყავის დალევა თუ გასაირნება თუ თოლში სრიალი, ნებისმიერი რამ შეიძლება მოვსინჯოთ იმისთვის, რომ გავილამაზოთ ჩვენი დღე. რა თქმა უნდა, პატაშე რას ფიქრობ? რა ვიცი, მე ზოგადად გუნდური მუშაობა მომწონს, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა პროცესში რაღაცეების გაზიარება და რაღაც აღმოჩენას რო გააკეთებ იმ მომენტში ერთმანეთს თვალებში უყურებ და ეს თანაგანცდა იმ აღმოჩენების და რაღაც ახალი რო იბადება რა იმ მომენტში. აი ეს იმდენად მაგარია რომ დაუშვათ მწერლებისგან განსხვავებით რომელსაც შეუძლია მარტო დატკბეს ამ პროცესში და იქვე ასე ვთქვათ მასშივე დაიბადოს და გაქრეს და მე ისევ დაიბადოს ეს აფეთქებები ვაუ რა მაგარი რაღაცა გავაკეთე აი მე არ მაქვს ეს განცდა მე ხომ ეგუნდური თანამედროვე სამყაროში ცოტა რთულია იყო ჩაკეტილი მაშინ რაღაც განსაკუთრებულ ნაწარმოებს უდაქმნიდა თუმცა ამისთვისაც არსებობს შესაძლებლობა და მინიმუმ სიბერე რომ განსაკუთრებით ამ პროფესიის წარმომადგენლებმა დავწეროთ შემდეგ ამაზე, თუმცა გეთანხმები ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ გამოვხატოთ ერთმანეთისთვის კონკრეტული განწყობები, ან რაღაც იზოლაციაში ვექცევით ხოლმე ვიკეტებით საკუთარ თავებში, ან საკუთარ ვიწრო წრეში, ესეც აუცილებელია ინტიმური გარემო და სფერო და სივრცე იმისთვის, რომ საკუთარ სულსაც მივხედოთ, ჩავხედოთ, არ ვიცი, აი მე უფრო სხვანაირებმა გავიღვიძოთ და გამოვიდეთ სამყაროში, როგორც ხდება ხოლმე ჭუპრიდან პეპლად ქცევის შემთხვევაში. კიდევ ერთი სტუმარი, რომელმაც ვერ მოაღწია მოსვლა ჩვენთან სტუდიაში.
არაუშავს დღეს ჩართვებით შემოვიფარგლოთ. იცით რა მაინტერესებს? მოდი ახლა შევა არასწორი რაოდენობა დავასახელო, მაგრამ აი ჩვენს გადაცემაზე რამდენი ადამიანი მუშაობს უშუალოდ დიდ შესვენებაზე. ჩვენი შიდა ჯგუფი ჩართვის პროცესში თუ მთლიანად? არა, მთლიანად რა თქმა უნდა ჩვენს გადაცემაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, რომლებიც არ ჩანან ხოლმე ხშირ შემთხვევაში და რომლებიც იმაზე მეც საქმეს აკეთებენ ხოლმე, ვიდრე შეიძლება იცოდეთ. ხო, ქსელის სამსახური ცალკე, არა, მე მგონისხმობ აი ყოველდღიურად ჩვენი გადაცემის გუნდი რამდენი ადამიანისგან შედგება? დაახლოებით 11-12 კაცი ვართ, ხო? ყველაზე კრეატიული თანაშრომელი ვინ არის თქვენი აზრით? უცბად ახლა რაც გაფიქრდებათ. მე. კი ბატონო. პატა, გრძნობ თუ არა რომ ხარ კრეატიული ადამიანი. ხან არ ვარ, მე პრობლემა არ მაქვს მაგაზე, ხანდახან არ ვარ ხოლმე, ხანდახან ისე ვიჭედები რომ საკუთარ თავზე ბრაზდები, ხანდახან საეთეროდან მოვიდა უდიდესი თანხმობა იმის რომ ნინო არის ყველაზე კრეატიული თანაშრომელი. მე ვიხუბრე რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხომ იქ არ ვხუბრე. დიდი მადლობა. საინტერესოა ისე რა არის ზოგადად კრეატიულობა, როგორი ადამიანი არის კრეატიული და რა გავლენას ახდენს სამუშაო პროცესში ასეთი ადამიანები და ზოგადად როგორ შეიძლება რომ გახდე კრეატიული, შეიძლება იყოს ნიჭი, რომელიც დაბადებიდანვე თან მოყვება თუ უნარი, რომელიც უნდა გამოიმუშაო. საინტერესოა ასევე არის თუ არა გადამდები კრეატიულობა. ამიტომ აუ რა მაგარი თემა ამაზე მართლა ვილაპარაკებდი მეც. ძალიან. მე მაგალითად ვერ ვიტყვი რომ გამოვირჩევი კრეატიულობით, არ ვიცი, შეიძლება სწორად ვერ აღვიქო, ან ჯერ ვერ გამოვიმუშავე. ეს შენ შესახებ ჩვენ მოგიყვებით კარგი. ჩემზე თქვენი საუბრებში. მოკლედ, სტუმარი უნდა შემოგვიერთდეს მარიამ კაკაბაძე, თუ არის გამარჯობა მარიამ. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. იმესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგესალმებით. ჩვენი მრავალფეროვანი სატრანსპორტო სტუდიები ხო? ამაზე მეტი კრეატივი არ ვიცი რა. და პირ ტაქსიდან გერთვებით. მოგვიკითხეთ ძღოლი. მაგრამ აი ძღოლს თხოვე რომ ცოტა ხანი გაეჩერებინა მანქანა და გერთვებით ტაქსიდან. ჩვენც დავიბერთ, იმიტომ რომ გელოდებოდით. კი, აი მე ვცდილობდი რომ ვსულიყავი, მაგრამ ვერ მოახერხეთ, ნუ არა უშავს თავარია. იმედია ძღოლისთვის საინტერესო თემაზე ისაუბრებთ და არ მოგიწევთ ტაქსის დატოვება. არა, თვითონ ძოლმაც მითხრა პირდაპირ აქედან ჩაერთეო და მეტი კრეატივიო რა. რეაქციას დავიდახე. ანუ ჩვენ თემას ამართავს პრაქტიკა. კარგი. მარიამ, მოდი დავიწყოთ. ზოგადად რა არის კრეატიულობა და რამდენად მნიშვნელოვანი არის სამუშაო პროცესში კრეატიული თანამშრომლის არსებობა? ნუ დავიწყებ იმით, რომ კრეატიულობა ეს არის უნარი, შევქმნათ ახალი და ორიგინალური იდეები, ვიპოვოთ ინოვაციური მიდგომები და გამოვხატოთ საკუთარი თავი ნებისმიერ სფეროში. ეს შეიძლება იყოს განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა, ბიზნესი, ან ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა. შესაბამისად, მისი საჭიროება სამუშაო სივრცეში არის მნიშვნელოვანი და სასურველი, რადგანაც კრეატიულობა ხელს უწყობს პრობლემის მარტივად გადაჭრას და გარემოში ადაპტირებასა და პროგრესს. შესაბამისად, ძალიან სასურველია თუ კი ვიქნებით კრეატიულები ნებისმიერ სამუშაო სივრცეში. აი როგორც სოფომ აღნიშნა რომ გავაგრძელოთ პრინციპში შენი საუბარი, ანუ ეს არის რაღაცნაირი თანდაყოლილი უნარი, რომელსაც ვივითარებთ, თუ შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ამის უნარი და აი ბეჯითი შრომით, რაც ასევე დიდი თვისებაა და ნიჭია შრომის უნარიანობა საბოლოო ჯამში გამოიმუშაოთ ეს კრეატიულობა. კრეატიულობა არის უნარი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა განივითაროს. როგორც ნიჭს თანდაყოლილს სჭირდება განვითარება, აი ასე სჭირდება კრეატიულობასაც განვითარება და საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოყენება ნებისმიერ სფეროში. შესაბამისად, ეს არის უნარი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოიმუშაოს და მუშაობის პროცესში ძალიან კარგ შედეგს მიაღწიოს. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ თუ აბსტრაქტული აზროვნების და წარმოსახვის უნარი აქვს ჭყალებში არსებას, შეიძლება ეს ადამიანის არსებას, მას აუცილებლად აქვს კრეატივის უნარიც ჩადასახოვანი მაგალითი. მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში, აი ყველაფერი რომ ძალიან განვითარებულია, თუნდაც აი ხელოვნური ინტელექტი ავიღოთ, ძალიან მარტივად შეუძლია მისი დახმარებითაც ადამიანი იყოს კრეატიული. მე მაგალითად სკოლაში მე პედაგოგი ვარ და გაკვეთილზე ხშირად ვიყენებ პრეზენტაციებს და შემიძლია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ისეთი
პრეზენტაციები გავაკეთო, რომ ეს ბავშვებისთვის კი არა, ჩემთვისაც და რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან საინტერესო იყოს. სპეციალური ესეთი საიტებია, სადაც თვითონ ხელოვნური ინტელექტი გვიმზადებს და ამიტომ კრეატიულობა დღევანდელ პირობებში და რეალობაში ძალიან მარტივია. მთავარია ოდნავ სურვილი. შვენიერი მარიამ, პირობითად აი ჩემი კრეატიულობა არის თუ არა დამოკიდებული როგორ პირობებს შემიქმნის მაგალითად დამსაქმებელი. ასევე ინდმე წარმეთუ ხარ ამ შემთხვევაში? ასევე მაინტერესებს თავზე უნდა იმუშაოს. თუ აქვს მნიშვნელობა იმ გარემოს, რა გარემოშიც მე ვმუშაობ. აი გულისხმობ ინტერიერს და ასე შემდეგ. არ გვიძებს თუ არა ეს ჩვენში კრეატიულობას? რა თქმა უნდა, სამუშაო გარემოში ძალიან მნიშვნელოვანი აქვს აი სივრცეს, როგორ არის მოწყობილი ეს სამუშაო გარემო. არის თუ არა ყველა საჭირო რესურსი. მაგალითად, აი მასწავლებლის შემთხვევაში საჭიროა ის რესურსი, რომელიც პედაგოგს გაკვეთილზე სჭირდება. აი თუნდაც გამრავლების ცხრილი პროექტორი, კომპიუტერი და ასე შემდეგ, მაგრამ კრეატიულობის ხიბლი ხომ სწორედ იმაშია, რომ ნაკლებად მოწყობილ გარემოში ჩვენ შევძლოთ უფრო მეტად გავხადოთ ის მრავალფეროვანი და საინტერესო. ანუ რობინზონ კრუზო, ასე ვთქვათ, ჭყალებში ყველაზე კრეატიული ადამიანი იყო ამ შემთხვევაში, ხო? ამიტომ რომ თითქმის უკაცრიელ ჭყალებში კუნძულზე მოახერხა, სოლო ცივილიზაციის შექმნა 28 წლის განმავლობაში. კი, შეიძლება. მე ახლა თქვენთან სტუდიაში რომ მოვსულიყავი, ძალიან მინდოდა ეს პატარა მასტერკლასი ჩამეტარებინა კრეატიულობის, სამწუხაროდ არ მომეცა მანდ მოსვლის საშუალება, მაგრამ კიდევ სხვა დროს თუ მომიწევთ, ფიზიკურად გაჩვენებ როგორ შემიძლია ჩემთვის უცხო გარემოში ისეთი კრეატივი განვახორციელო, რომ თქვენ განწყობა გაგიუმჯობესოთ და გაგაღიმოთ. შესაბამისად, შეგვიძლია ყველას უცხო გარემოშიც კი შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანები რაღაცნაირად გავახალისოთ. ჩვენ ეს უკვე ჩავიწერეთ თქვენ რას დაგვირდით, შესაბამისად, შემდეგი სტუმრობა უკვე გარანტირებული გვაქვს. თუ არ მოხვალთ, მე ამას დავდებთ როგორც მოვალ აუცილებლად რომ კრეატიულობაზე და შემოვიტანო პოზიტივი. დიახ, მარიამ, თუ კრეატიულობაზე და სპონტანურობაზეა საუბარი იქნებ, რაიმე მოიფიქროთ ახლა რაც დისტანციურადაც შეძლებს ჩვენში რაღაც ცვლილების შემოტანას. ახლა დისტანციურად არ ვიცი, ერთადერთი შემიძლია რომ ონლაინ გეგუნდაოთ, ანუ მეც ვერაფერს ვერ მოვიფიქრებ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ისეთ ადგილას ვარ გაჩვენებული. კიოსავით წყლის შელოცვა შეგიძლიათ რომ გვიმკურნალოს მე ამ წყალმა? მარიამ, ასევე მაინტერესებს რამდენად აქვს მნიშვნელობა და აქვს თუ არა გავლენა ჩვენს, აი მაგალითად მე რო ჩემს სამუშაო სივრცეში ვიყო ნაკოფიერი, აქვს თუ არა ჩემთვის მნიშვნელობა რომ წამახალისოს მაგალითად დამსაქმებელმა. ეს იქნება რაღაცა ბონუსი თუ გასვლითი ღონისძიება, შეხვედრები თუ ასე შემდეგ. ახალი ჩექმები. ახალი ჩექმები. ზოგადად წახალისება ნებისმიერ სიტუაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და წახალისება არ მოიაზრება მხოლოდ მატერიალური სახით. წახალისება უბრალოდ ღიმილი, კომპლიმენტი და ყველა ადამიანისთვის იმის გაცნობიერება, აი რომ მაგალითად შენ აგრძნობინებს სხვას, რომ აი შენის გჭირდება და შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, წახალისებას რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც მე ჩემს ყოველდღიურობაში ყოველთვის ვცდილობ რომ ბავშვები წავახალისო, ეს იქნება უბრალო სიტყვიერი კომენტარის შეფასება, თუ რაღაც თქვათ წამახალისებელი სიგელების დამზადება, თუ ასე შემდეგ, აი ნებისმიერი რამ, რაც ადამიანს ღიმილს მოგურის და ამიტომ მე პირადად ვცდილობ, რომ ჩემს ირგვლივ ადამიანები ხშირად წავახალისო და ვაგრძნობინო მათ თავი საჭიროდ. ვისაც ეს არა აქვს ჩვევაში, როგორ გამოიმუშაოს? უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. კრეატიულობა ზუსტად ეგ არის, საკუთარ თავზე მუშაობა და უნდა მიყვეს აი ამ ცხოვრების რიტმს, ამ ჩვენს თანამედროვეობას ფეხი უნდა აუწყოს და შესაბამისად ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს და ცვლილებები ეძიოს და მასაც გამოუმუშავდება აუცილებლად დროთა განმავლობაში. თავარია მონდომება. იმიტომ რომ ზოგადად კრეატიული ადამიანი არის ძალიან მშრომელი და მონდომებული ადამიანი. ანუ თქვენი დაკვირვებით და გამოცდილებით ხდება ასე, მაგალითად უბრალოდ მაინტერესებს, როდესაც რაღაც კონკრეტული მიმართულებით ხდები კრეატიული, ანუ ყველა მიმართულებით კრეატიული შეიძლება იყოს თუ დაუშვათ სპეციალიზდები რაღაც მიმართულებით და მე დანარჩენებში შეიძლება ცოტა არც იყოს საჭირო, ჭყალებში მოიკოჭნებდე. თუ ესე ისეთი უნარია, როდესაც აი ირთვება, მე ირთვება ყველა მიმართულებით.
ზოგადად კრეატიულობა გაბედულობას მოითხოვს. ანუ ჩვენი წარუმატებლობაც კი და შეცდომებიც რაღაცა განვითარების ნაწილია. და შესაბამისად ნებისმიერ სფეროში მე როგორც დასაწყისში ვახსენე, ნებისმიერ სფეროში შეგვიძლია ვიყოთ კრეატიულები. თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუნდაც სამეგობროში, ხა მე ჩემი მეგობრებიც სხვათა შორის ძალიან კრეატიულები არიან. აქედან მოვიკითხავ ჩემს კრეატიულ მეგობარს ნათიას, რომელიც აი სულ სადღაც რომ მივდივართ, კაფეა თუ ყავის დასალევად, მაგრამ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობას, ყოველთვის აი ძალიან კრეატიულად ვაქცევთ და შესაბამისად ჩვენს აუდიტორიას ვუზიარებთ ხოლმე ამას და ძალიან მოსწონს ეს ხალხს და ამიტომაც ნებისმიერ სფეროში შეგვიძლია ვიყოთ კრეატიულები. ისე რა საინტერესოა. რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ ხელმძღვანელმა უნდა იზრუნოს თანამშრომლებს, ხელმძღვანელი ვალდებულია, რომ თანამშრომლები. დედაენაცალოს ხელმძღვანელზე ვინ უნდა იზრუნოს? ამაზე რატო არ ხელმძღვანელის ხელმძღვანელობა. მასაც ხო ჭირდება რაღაცნაირად ემოციური თანადგომა. უნდა იზრუნონ, მე ასე უკავშირის ორ ხო, უნდა იყოს ორმხრივი ეს ყველაფერი. როცა შენი ხელმძღვანელი შენზე ზრუნავს, ცდილობს რომ აი რაღაც ელემენტარული გაგიკეთოს, შენ საპასუხოდ რას ეს აუცილებლად იგრძნობა და არის შესამჩნევი. კი ბატონო, მე პირადად ჩემ შემთხვევაში ასეა და სხვა შემთხვევაში ხლა ნამდვილად ვერ წინააღმდეგ შემთხვევაში არ უყვართ ხოლმე ხელმძღვანელები და იღებენ ცუდ შედეგებს, არასასიამოვნო შედეგებს, ორივე მხარე რა თქმა უნდა, იმიტომ მაგრამ ხელმძღვანელობა ძალიან რთული პროცესია და თანამშრომელმა უნდა გაუგოს ხელმძღვანელს. კი, სხვათა შორის გამოცდილება მაჩვენა რომ როდესაც ხელმძღვანელი, იმიტომ რომ მას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა იზრუნოს გუნდის განწყობაზე. სხვათა შორის დასავლური მიდგომა არის კარგად უნდა გრძნობდეს თანამშრომელი თავს სამსახურში. თუ კარგად არ გრძნობს, დამსაქმებელი მიიჩნევს, რომ ეს პროდუქტიულობაზე აისახება და თუნდაც მისი ყოფითი პირადი პრობლემაც შესაძლოა გახდეს ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი და მოგვარების ნაწილიც, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება მართლაც თანადგომა მიიღო კოლეგისგან და ბევრი შემთხვევა ყოფილა ჩემს პირად გამოცდილებაშიც, როდესაც ფინანსურად დახმარებია ხელმძღვანელი თავის თანამშრომელს, რემონტის გაკეთებაში დახმარებია თუ რაღაცის მიჭედებაში. ბევრი კარგი ესეთი სასიამოვნო ფაქტი მახსენდება მე პირადად. ქართულ ხასიათსაც თუ გავითვალისწინებთ, ქართველებს გვაქვს ზოგადად გენეტიკაში, როგორც ამბობენ, თანადგომის სურვილი, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ყველაფერი არის ორმხრივი, ცალმხრივად პრაქტიკულად ამ სამყაროში არაფერი არ არსებობს. კი ბატონო. მარიამ, რადგან კრეატიულობაზე ვსაუბრობთ, ხო, ძალიან მაინტერესებს, აი თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ, რომ ერთი ისეთი თუნდაც უმნიშვნელო თქვენი რომელიმე კრეატიული მოქმედება, რომელიც ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა თქვენთვის. ხო, მე შემიძლია ძალიან ბევრი გავიხსენო ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მაგრამ რა ვიცი, ერთს გავიხსენებ, მოკლედ როგორც აღნიშნე, მასწავლებელი ხართ და ვიცით რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ბლინების ცხობის პროცესი. ამას სახლში ან დამოუკიდებლად აკეთებენ, ან მშობლებთან ერთად აკეთებენ, მოკლედ მათთვის ეს სასიამოვნო პროცესია. და შესაბამისად გადავწყვიტა საკლასო ოთახში გადმომეტანა ბლინების ცხობის პროცესი, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ახლა ბლინებს იქ ვერ გამოვაცხობდით. უბრალოდ როცა მეტყველების ნაწილები ვისწავლეთ შეჯამების მიზნით, გადავწყვიტე მომეტანა ყველა საჭირო მასალა რაც ანუ ბლინებთან დაკავშირებით, ფურცლებზე თვითონ ბავშვებმა მომიტანეს სხვათა შორის ისეთი ფურცლები, რომელიც ძალიან წააგავდა ბლინებს. და მე სახლიდან მოვიტანე ტაფ, ყველა ის რაც ჭირდება მოკლედ ცხობას. და მოკლედ დავწერე ამ ბლინებზე შესაბამისი მეტყველების ნაწილები. და გამოდიოდნენ ბავშვები, აცხობდნენ ამ ბლინებს, დებდნენ ფურცელს ტაფაზე, აბრუნებდნენ და რომელიმე მეტყველების ნაწილი შეხვდებოდათ, იმას აკუთვნებდნენ. აი მაგალითად, ქალი არის არსებითი სახელი და აკუთვნებდნენ არსებით სახელს, თამაშობს ზმნა და აკუთვნებდნენ შესაბამის მეტყველების ნაწილს. და ეს იყო მათთვის ძალიან სახალისო აქტივობა, იმიტომ რომ ახლა გაკვეთილზე ბლინების ცხობა, თუნდაც ვირტუალური, ვფიქრობდა და მეთანხმებით, რომ ძალიან სახალისოა. ასევე კიდე ერთს გამოვყოფდი, თუ არ ვართ დროში შეზღუდული. კი ბატონო. მოკლედ გაკვეთილზე ქცევის წესების დაცვის მიზნით მასწავლებლები ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობას და ერთ-ერთი არის გამოსაძახებელი ჩხირები.
და ერთ დღესაც მინდოდა რომ აი ბავშვებს თავად დაემზადებინათ ეს ჭხირები. მივუტანე ნაყინები, ვუყიდე მოკლედ ნაყინები მივუტანე, ძალიან გაუკვირდა და გაუხარდათ რომ მასწავლებელმა მათ ნაყინები მიართვა. მიირთვეს ნაყინები და მკითხეს რომ რატო მოგვიტანეო ნაყინებიო და მეთქი ეს ახლა ნაყინის ჭხირებზე ხო არის ნაყინები და რომ მიირთმევ თქვა შემდეგ ეს ჭხირები გავასუფთავეთ და თვითონ ყველამ დააწერა თითო ჭხირს მისი სახელი და აი ასე შევქმნით გამოსაძახებელი ჭხირები, რომელიც საგაკეთებლო პროცესში ძალიან გვეხმარება და ყველა ბავშვის ჩართულობას იწვევს. თავარია ეს ამ გამოცდილებას რომ გადაიღებ შემთხვევის ვაფლის ნაყინები არ იყიდო, თორე შეგრჩება ჭიქები ხელში. არის სპეციალურად ვიყიდე ის ნაყინი რომელიც ჭხირს. არა, თქვენ რა მებაბო თქვენი გამოცდილება რომ გაიზიაროს ადამიანმა და ფერე შეეშალოს. ესე იგი გამოვიდა რომ თქვენი კრეატიული მოქმედებით საგაკვეთილო პროცესი გახადეთ სახალისო და მეტად საინტერესო. არაჩვეულებრივი მიგნება არის. მარიამ, იმდენად სწრაფად შემოგვიერთდით გადაცემაში რომ ვერ მოვახერხეთ თქვენი წარდგენა და ამიტომ მაყურებელი არ მინდა რომ გაურკვევლობაში იყოს. მარიამ კაკაბაძე არის პედაგოგი და ასევე სასწავლო ნაწილის, ამიტომ საუბრობდა ამ დროის განმავლობაში ბავშვებს და საკლასო. ამიტომაც ახსენა რამდენიმეჯერ რომ პედაგოგი ახლა. კი ბატონო, ხო, რაღაცნაირად უცბად შემოგვიერთით და ვერ მოვასწარი წარდგენა, მოდის გიხდით ამისთვის. მოკლედ უკვე თქვენი აუდიტორია. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, რა თქმა უნდა, არაპირდაპირ სტუმრობისთვის, მაგრამ თოვლი მალე დადნება და იმედი მაქვს რომ სტუმრადაც სტუდიაში ძალიან მალე გვესტუმრები. იმედია საცობი არ გამოიწვიეთ მარიამ და არა ისეთ ადგილას გავაჩერეთ რომ დადის მანქანები. კეთილი, კარგი მადლობა თქვენს მძღოლს, მადლობა თქვენ და გემშვიდობებით. ერთ-ერთი სერიალის მთავარი ლეიტმოტივი გახსოვთ იყო ზამთარი მოდისო. და ამ შემთხვევაში შენ ძალიან კარგი ის გამოიგონე, ხო? ანუ თოვლი როდისმე დადნება. თოვლი მოდის. არა, ძალიან კარგია თოვლი. სხვადასხვა აი ხელმძღვანელებს გამახსენდა, ანუ თანამედროვე მენეჯმენტის ამბები როა, ხო? ანუ ერთის მხრივ ყოველთვის თანამედროვე მენეჯმენტის თავარი გამოწვევა არის რომ სწორად გადაანაწილოს მუშაობა უნარების მიხედვით. მე მომწონს ფონი. და მეორე მხრივ თუ დააკვირდებით ძალიან ბევრი აღმოჩენები სტუდენტების მიერ რატოა გაკეთებული. იმიტომ რომ როდესაც კითხეს, ანუ როდესაც პედაგოგი აძლევს დავალებას, სტუდენტმა არ იცის, რომ ეს შეუსრულებელი დავალებაა. ანუ ჯერ არ იცის, რომ ამ დაუშვათ რაღაც ამოცანას პასუხი არ აქვს. ამიტომაც ის ბეჯითად მუშაობს ამაზე, იმიტომ რომ ჯერა პედაგოგის ასე ვთქვათ, როგორც უთხება, ეს აუმიხსენიო და ხშირად რაღაც პროცენტში ასე ხდება რაღაც თითქოს და გადაულახავი პრობლემის გადალახვა, იმიტომ რომ თვითონ ადამიანმა, ვისაც მისცეს ეს დავალება, არ იცის, რომ ამას თქო პასუხი არ აქვს, ან შეუსრულებელი. ამიტომაც ასე პარადოქსულად პერიოდულად ხდება რაღაც ახალი გარღვევები, ასე ვთქვათ. თუმცა დღევანდელი მისია შესრულებულია, ესე იგი სერგო ცომაიას მოკითხვა, ის ალბათ საცობშია. თუ მას აქვს Facebook-ი ჩართავს გვიყურებს, მოგვისმენს, გაიგებს, რომ კარგად ვართ, შფოთვამ და პანიკურმა შეტევამ გადაიარა და სხვა დროს ვიმსჯელებთ აი ამ თემაზე. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, ჩვენ გემშვიდობებით, მოკლედ ვისაც გინდათ გუნდაობა შემოგვეხმიანეთ დროებით. კარგად ბრძანდებოდეთ. დროებით და ხვალ ისევ ჩაუდროს პირველ საათზე შევხვდებით.